მესამე ოპოზიციონერი, რომელიც ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებთან კავშირებზე საუბრობს. ვის გვარებს ახსენებს პაატა ბურჭულაძე. იგივე ლილვაშვილი და იგივე ხარიბაშვილი და იგივე გომელავა რომ დაგვიდგეს გვერდში ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ წასულ ოცნების დიდ მაღალჩინოსნებს აქვთ კავშირი ხაბეიშვილთან. უპირისპირდებიან თუ არა ძველები ახლებს. თუკი მაინც დადასტურდება ცდილობა რადიკალიზმის ახალისების და მათი მხარდაჭერის, ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხადია რომ იქნება კანონის შესაბამისად დაჟილი. კალაძის შტაბთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება და შუაში ჩამდგარი პოლიცია. ვინ დაიწყო პირველმა? შტაბის მმართველად. იმათ შევაგინეთ ბატონო. რასეუბნება კურიერს აქტივისტი, რომელსაც 26 ადმინისტრაციული ჯარიმა აქვს მიღებული. ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც ფათაშორის პირველი შემთხვევა არ არის. მას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა. შევა თუ არ შევა. ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოლკნას. მიიღებს თუ არა მონაწილეობას გახარიას პარტია საპარლამენტო საქმიანობაში. საოცრება დაგვიკვირდა, თუმცა კარგად ვიცოდით, ვინც იყო გახარია, დამტკიცდა ეს ყველაფერი. პარტია უარყოფს. რა წერილით მიმართეს მანდატ შეჩერებულების ადგილმონაცვლეებმა შალვა პაპუაშვილს. აგენტებს ჰქონდათ შეუთავსებელი თანამდებობები, ისინი დატოვეს და მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს არ ემჯერა მათ უფლებამოსილების შეჩერებაზე. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 9 სექტემბერია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. ევთოოდური საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებს არ დააგვირდება. ოფიციალური პასუხი თბილისმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მიზეზად დაგვიანებულ მოწვევას ასახელებს და ამბობს, რომ დარჩენილი ერთი თვე არ იძლევა საკმარის დროს პერსონალის შერჩევისთვის ლოგისტიკის მოსაწესრიგებლად ან საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე დასაკვირვებლად. პასუხში წერია, რომ ამ პირობებში მისია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან საარჩევნო დაკვირვებას. ევთოოდურის შესაძლო უარის შესახებ პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ 3 დღის წინ საუბრობდა, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლებს საქართველოში მიწვევის წერილი გაეგზავნათ. ირაკლი კობახიძე მივარაუდა, რომ ევთოოდურის მისიაზე წელს ევროპული ბიუროკრატიიდან მძიმე ზეწოლა გაახორციელდებოდა, თუმცა იქვე იმედი გამოთქვა, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად ევთოოდური საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებდა. დაგვიანებული მოწვევა, როცა კანონში ვადები არ წერია თუ ზეწოლა საერთაშორისო დამკვირვებლებზე. რა წერია თბილისში გამოგზავნილ წერილში და რას აცხადებს მართველი პარტია ქეთი ზანთარაია მოგუპება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ზუსტად 3 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის შეთავაზებაზე პასუხი დაებრუნებინა, როგორც უკვე აღნიშნეთ, დღის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ ევთოოდური უარს ამბობს საქართველოში სადამკვირვებლო მისია გამოაგზავნოს და მონიტორინგი განახორციელოს თვითმმართველობის არჩევნებზე. წერილი, რომელიც გამოქვეყნდა ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან, ამის მთავარ მიზეზად ვადები სახელდება. თქვენო აღმატებულება ვადასტურებთ 2025 წლის 5 სექტემბრის თქვენი წერილის მიღებას, რომლითაც იწვევთ ევთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს ოდირს საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ოდირი აფასებს საკუთარ როლს ევთოს რეგიონში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაში, თუმცა წუხوارთ, რომ ეს მოწვევა მხოლოდ გვიან ეტაპზე გამოიგზავნა, როდესაც არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩებოდა. მოწვევა, რომელიც გაკეთდა 2 თვის შემდეგ, არ იძლევა საკმარის დროს პერსონალის შერჩევისთვის, ლოგისტიკის მოსაწესრიგებლად ან საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე დასაკვირვებლად. ამ პირობებში ოდირი ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან საარჩევნო დაკვირვებას. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შეუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებას ყველასთვის. ოფიციალური მიზეზი დასახელებულია, თუმცა კანონში არსად წერია, თუ რა ვადებში უნდა ჩამოვიდნენ ქვეყანაში სადამკვირვებლო მისიები. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ვარაუდი, რომელიც გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ივარაუდა, რომ ევთოოდური უარს იტყოდა საქართველოში მისიის გამოგზავნაზე და ამის მიზეზი, მთავარი მიზეზი იქნებოდა ის, რომ ეს ორგანიზაცია ვერ გაუძლებდა მოსალოდნელ ზეწოლას.
ჩვენ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ დაუყოვნებლივ მოვიწევდით ეუთო ოდირის მისიას, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ. ყველას გახსოვთ, რომ ამ დასკვნის გამო ეუთო ოდირი არაერთხელ იქცა რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. მათ შორის ეუთო ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ უხეში პატივცემულობა ევროპელმა და ყოფილმა ამერიკელმა ბიუროკრატებმაც გამოხატეს. ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ წელს ეუთო ოდირის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით ეუთო ოდირს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. ეუთო ოდირის ოფიციალური პასუხის შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებით ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ გამართლდა მათი ვარაუდი და ისინიც ფიქრობდნენ, რომ ეს ორგანიზაცია თავს შეიკავებდა საქართველოში მისიის გამოგზავნისგან. ამის ორ მიზეზს ასახელებენ. ერთი ეს არის თავად ამ ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკა და ამბობენ, რომ ეუთო ოდირი ძირითადად დაკვირდება საპარლამენტო არჩევნებს და ერთეული შემთხვევები არსებობს, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს ახორციელებს მუნიციპალური არჩევნების დროს. მეორე მიზეზად კი ცხადებენ, რომ ეს არის საქართველოს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ შედარებით განსხვავებული, ვინაიდან თვითონაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ მისიის საქართველოში გამოგზავნის შემთხვევაში გაგრძელდებოდა ის პრაქტიკა, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია გახდებოდა კიდევ ერთხელ ობიექტი ზეწოლის და ასევე პოლიტიკური დარტყმების. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეუთო ოდირი როგორც წესი აკვირდება ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს და ძალიან იშვიათად, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მუნიციპალურ არჩევნებს. ამიტომ ჩვენ ქონდა ამისი მოლოდინი, რომ იყო შესაძლებლობა, რომ ისინი უარს იტყოდნენ საქართველოს ჩამოსვლაზე. როგორც ჩანს, იყო გარკვეული ზეწოლაც, როგორც ამას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარაუდობდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ პატივისცემთ მათ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანია, ჩამოვლენ თუ არ ჩამოვლენ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინიც პატივისცემენ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს მუნიციპალურ არჩევნებს. საქართველოს მოსახლეობამ კი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია 4 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან უნდა გამოხატოს და სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ პარტიები, რომლებიც იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და არ არიან ბოიკოტში, უზრუნველყოფილი იქნება კონკურენტული გარემო. მადლობა კეთი ზანთარაიამ გაგვაცნო ეუთო ოდირის წერილი შინაარსი, რომლის თანახმად ორგანიზაცია 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. იწყებს 4-ში და ამთავრებს 4-შივე. პაატა ბურჯულაძე საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დღეს დასრულდება ყველაფერი. ოცნების ხელისუფლების შეცვლაში საოპერო მომღერალს ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების იმედი აქვს. საუბარში ახსენებს სამგვარს, სამ ყოფილ ყველაზე გავლენიან პირს საქართველოში. ბურჯულაძე მესამე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც ირწმუნება, რომ ძველ სახელმწიფო სისტემას საბოტაჟის გეგმა აქვს და ამ გეგმებს უზიარებს ლევან ხაბეიშვილს. უპირისპირდებიან თუ არა რეალურად ძველები ახლებს თუ ოპოზიცია მიზან მიმართულად ცდილობს ეჭვების გაღვივებას და სპეციალური კამპანია აქვთ დაწყებული, რომ დაპირისპირება გამოიწვიონ ხელისუფლების ყოფილ პირველ პირებსა და ოცნების ამჟამინდელ ლიდერებს შორის. მართველი პარტია არაფერს გამორიცხავს. გაკეთდა განცხადებები, რომ ოპოზიცია დისკრედიტირებულია და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს უთანხმოება გამოიწვიოს ქართული ოცნების მხარდამჭერებში. სახელმწიფო გუნდი არც იმას გამორიცხავს, რომ ოპოზიციას კონკრეტული პირები ალაპარაკებდნენ და მათში ისინიც იყვნენ, ვისაც ცოტა ხნის წინ მაღალი თანამდებობა ეკავა ხელისუფლებაში. კონკრეტულ პირებს არც ქართული ოცნება ასახელებს და არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. საბოტაჟის სცენარს გვარების ხსენებით ბანი მისცა პაატა ბურჯულაძემ და დაასახელა ყველაზე მძიმეწონიანი ყოფილი მაღალჩინოსნები. ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და ვახტანგ გომელაური. რა კონტექსტში ახსენა ყოფილი პრემიერი, სუსის ყოფილი უფროსი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ოპოზიციონერმა მომღერალმა შოთა ფალავანდიშვილი ამ თემით პირდაპირ ეთერში.
საოპერო ბანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების შემდეგ პირველია, რომელიც ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაში, რომელიც წინასწარ გაცხადებულად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, ის ელოდება ქართული ოცნებიდან წასული ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდაჭერას და ამტკიცებს იმაცაც, რომ სწორედ მათი დახმარებით შეძლებს ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წარმართვას, რაც შეეხება მართლ გუნდს ქართულ ოცნებაში დარწმუნებულნი არიან, რომ სპეკულაციურ პროცესებთან გვაქვს საქმე, თუმცა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ახსენებენ, რომ ნებისმიერი სახის კანონდარღვევა სახელმწიფოს მხრიდან კანონის სრული სიმკაცრით იქნება დაშლილი. გამოვიდეს თქვათ იგივე ლილუაშვილი და იგივე ხარიბაშვილი და იგივე რა ვიცი გომელავა რომ დაგვიდგეს გვერდში ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ ამ დროში, იმიტომ ჩვენ ერთი მთავარი მტერი გვყავს. საოპერო ბანი და ოპოზიციონერი აქტივისტი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს ნაცმოძრაობასთან ერთად დაანონსებულ რევოლუციაში მონაწილეობას ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნებიც მიიღებენ. სოფო ჯაფარიძისა და ლევან ხაბეიშვილის შემდეგ ბურჭულაძემ კონკრეტული გვარებიც დაასახელა და თქვა, რომ ოცნებიდან წასულებს პირდაპირი კონტაქტი სწორედ სააკაშვილის პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან აქვს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, წარსული დაპირისპირება დავიწყებულია. წასულ ოცნების დიდ მაღალჩინოსნებს აქვთ კავშირი ჩვენთან. ხა ჩემთან პირადად არა, რამოდენიმეს მარტო, მაგრამ ხაბეიშვილთან აქვთ კავშირი და ისინი ფაქტურად ნანობენ, ინანიებენ მწოდას, რაც აქვს ჩადენილი და უნდათ რომ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის აღსანიშნავობაში, რაც არის ძალიან მისასალმებელი. ბურჭულაძე ხაბეიშვილის რიტორიკა მართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ გარკვეულ ძალებს ძალადობრივი პროცესების სახალისება ქვეყანაში კიდევ ერთხელ სურთ. მართველ პარტიაში გვარებზე საუბარს ამ ეტაპზე სპეკულაციურად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ თუ კი ვინმე, თუნდაც ყოფილი თანაგუნდელი დესტრუქციულ პროცესში მონაწილეობას მიიღებს, კანონი ყველას მიმართ მკაცრი და სამართლიანი იქნება. თუკი მაინც დადასტურდება და დადასტურებულად იქნება გაჟღერებული რომელიმე პირის მხრიდან ცდილობა რადიკალიზმის სახალისების და მათი მხარდაჭერის, ბუნებრივია რომ ეხა ეს კიდევ ერთხელ იქნება ბუნებრივ ხაზზე ცხადია ფიასკოსთვის განწირული. ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხადია რომ იქნება კანონის შესაბამისად დაშლილი. აბსურდი არის, რასაც ხაბეიშვილი აკეთებს. უბრალოდ ერთადერთი, რასაც ვიმეორებ, ის არის რომ ახალგაზრდები არ აყვეთ ამ ასე ვთქვათ ანიტების და გაყიდული ადამიანების მოწოდებებს და ისევ საკუთარი თავი არ დააყენოთ კანონის ასე ვთქვათ დარღვევის რეჟიმში. ნაციონალურ მოძრაობაში ქართული ოცნების იმ ყოფილი წევრების იმედი აქვთ, ვინც წლების განმავლობაში მათთვის მთავარი კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდა. სააკაშვილის გუნდი კვლავ რევოლუციაზე საუბრობს, რომელში წვლილის შეტანაც მათი თქმით ყოფილ მოწინააღმდეგეებსაც დაუფასდებათ. განსხვავებული პოზიცია აქვთ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ ძალებს. არ გვაინტერესებს წარსულში ვინ რა პოზიციაზე იდგა, ვის რა პოლიტიკური სიმპათიები აქვს, ვის ვინ უყვარს, არ უყვარს, მოწონს, არ მოწონს, ეზიზღება თუ არ ეზიზღება, ჩვენი ამოცანაა, რომ ვისაც გვიყვარს საქართველო, ვიყოთ ერთად. ჩვენ ვერ მიჯნებით ყველანაირ ხელისუფლების დამხობას არასაარჩევნო გზით. არანაირი პოლიტიკური კავშირი არ აქვს იმ ხალხთან, ვინც აპირებს რაღაცა რევოლუციებს, სადღაც შევარდნებს. ნაცმოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების აღიარების მიღმა პოლიტიკურ სპეკულაციას ხედავს სახელისუფლებო პარტია. მათი თქმით, ოპოზიცია გაკოტრებულია და ახლა მხარდამჭერების გამხნევებას ამ ფორმით ცდილობს. ოცნების ლიდერების აზრით, პარტიიდან წასული ყოფილი თანაგუნდელების ნაციონალურ მოძრაობასთან თეორიული ალიანსიც კი საზიანო მხოლოდ მათთვის იქნება. არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის, თანადგომის, ყველანაირად ნიხილებში არიან გადავარდნილი. ამიჭირდება ამაზე საუბარი, რამდენად სიმართლეს შეეფერება ეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ეცდებიან, რომ რაღაც დაპირისპირება შემოიტანონ ასეთი ხრიკებით, ასე რომ ვთქვათ. ხა არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა. უშველებელი დანაშაული უნდა ქონდეს ჩადენილი ადამიანს, პოლიტიკოს ყოფილს დიდი დანაშაული თავის ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომ გადაწყვიტოს, რომ პოლიტიკა თავშესაფრად გაიხადოს. რასაც მე გამოვრიცხავ.
სოფო ჯაფარიძე, ლევან ხაბეიშვილი, პაატა ბურჭულაძე, სააკაშვილის პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ დემონსტრაციას დიდი ხანია აანონსებენ. სააკაშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ამ პროცესში ოცნებიდან წასულები მათი მთავარი დასაყრდენი ძალა იქნებიან. ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების გარდა საკუთარ სცენარში რთავს უცხოელ პარტნიორებსაც და ირწმუნება, რომ მათი ბოიკოტი დასავლეთიდან არის მხარდაჭერილი. განცხადება ანა წითლიძემ გუშინ ღამის კურიერის ეთერში გააკეთა. თუმცა ლელოძე და გახარიას პარტიაც უარყოფენ, რომ როდისმე მათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ურჩიეს ამ ბრიუსელში, ან სხვა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში. ანა წითლიძეს პირველმა უპასუხა ციხიდან გამოსულმა ბადრი ჯაფარიძემ. ლელოს ლიდერი აცხადებს, რომ არასდროს არ ყოფილა ბოიკოტისკენ მოწოდება არც ევროკავშირიდან, არც დიდი ბრიტანეთთან და არც შეერთებული შტატებიდან. რა უთხრეს კულუარებში სააკაშვილის პარტიას უცნობია, თუმცა ღია სივრცეში არ არსებობს არანაირი განცხადება, რომელთაც დასტურდება, რომ ოპოზიციისგან არჩევნების ბოიკოტს ითხოვენ საერთაშორისო პარტნიორები. ვისკენ არიან უცხოელები ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპირისპირებაში. ორი ბანაკი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ბრძოლის მეთოდით. ერთ მხარეს დგანან არჩევნების ბოიკოტის მომხრეები რევოლუციური მოწოდებებით, ხოლო მეორე მხარეს პარტიები, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა აქვთ გადაწყვეტილი. ორივე ბანაკი ერთმანეთს მართლ პარტიასთან გარიგებაში ადანაშაულებს. ქართული ოცნება კი თვლის, რომ ორივე საბოლოო მიზანი პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, თუმცა სხვადასხვა გზით. არჩევნებში მონაწილეობა თუ ბოიკოტი და რევოლუცია, ოპოზიციის რომელ გეგმას უჭერენ მხარს საერთაშორისო პარტნიორები. კითხვა აქტუალური ხელისუფლების ოპონენტების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ გახდა. ეს არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაც. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების რევოლუციურ გეგმაზე აქტიურად საუბრობს, ირწმუნება, რომ უცხოელები, მათ შორის ევროპელები, ბოიკოტის მომხრეები არიან. საპირისპიროს ამტკიცებს ლელო, რომლის ლიდერიც ამბობს, რომ პარტნიორებს მათთვის არჩევნებში მონაწილეობის გამო პატიმრობის პირობებშიც კი არ უსაყვედურიათ. განცხადებები საჯაროდ გაკეთდა. მათ შორის ევროპელები ამბობენ და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. შესაბამისად, არანაირი არჩევნები არ არსებობს. უნიკალური შანსი იმისი, რომ რეჟიმი დავამხოთ. ჩვენ გვაქვს 4 ოქტომბერს, ჩვენი კონსტიტუციური უფლება არის საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი რევოლუცია. ჩემთვის არ არის საინტერესო რა სიზამს გახარია, რა სიზამს ხაზარეთს. არ მაინტერესებს, საერთოდ ფეხებზე მკიდია. ჩვენ დაგვატუსაღეს და ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ ვინმეს ან ევროკავშირიდან, ან ბრიტანეთიდან, ან შეერთებული შტატებიდან ეთქვა, რომ რატომ იღებთ მონაწილეობა. ერთი მაინც ხო უნდა ყოფილიყო ესეთი შემთხვევა. ერთიც არ ყოფილა. პარტნიორების საჯარო პოზიციებსაც და ოპოზიციას შორის დაპირისპირებასაც ტაქტიკურ გათვლას უწოდებს მართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფებიც და არჩევნებში მონაწილე პარტიებიც მხოლოდ დესტრუქციისკენ არიან მიმართულები. უმრავლესობის თქმით, რადიკალურ გეგმებს, რომელსაც პარტნიორები ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ლობირებენ, განხორციელება არ უწერია. ღიად არავინ ლაპარაკობს, ესე არ გამოდიან და ტრიბუნიდან არ მოუწოდებენ ხალხს რაღაცა გარკვეული ოფიციალური ფორუმებიდან, მაგრამ მოვიგონოთ რა ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ეს ის არის ხალხი, ქართველი ხალხი ითხოვს. თუმცა არც არჩევნებში მონაწილეობაზე დაიხიეს უკან და ესეც წაახალეს ეს, რომ ვინმე არ დააბრალოს. ჩვენ აქ ვიხილეთ საგარეო საქმეთა მინისტრები, გარკვეული ქვეყნების, რომლებიც პირდაპირ ტრიბუნიდან მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს, რომ სისხლი დაეღვარა. ასე რომ საკვირველი არაფერი არ უთქვამს ანა წითლიძეს. წითლიძის ნათქვამის განმარტება დღეს მის პარტიაში სცადეს, თუმცა არ დააკონკრეტეს, ვინ უჭერს მხარს ნაციონალური მოძრაობის რევოლუციურ გეგმას, რომელსაც ლელოს საარჩევნო პარტნიორები გახარიას გუნდიდან საჯაროდ კიდევ ერთხელ გაემიჯნენ. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ის პროცესი, რომელიც გულისხმობს ძალადობრივად ან სხვა გზებით ხელისუფლების ცვლილებას. ეს არის მათი პროვოკაცია. ყველანაირი მშვიდობიანი კანონიერი პროცესის ხარდაჭერა იყო ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების და მეგობრების მხრიდან და იქნება მომავალშიც. რეალურად რას უჭერენ მხარს დასავლელი პარტნიორები? უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის რადიკალური გეგმის მხარდაჭერით ისინი პატივს არ სცემენ როგორც ქართველი ხალხის არჩევანს, ისე ევროპულ ღირებულებებს. შედეგი კი საზოგადოების განწყობაზეც აისახება. თურმე არჩევნების წინააღმდეგი არიან ევროპელები. ფეხქვეშითელება ეს ევროპული ღირებულებები აი ამ მითომ ევროპელების ხელში. რომლებაც ევროპა გადააქციეს წყევლა კრულვის გინების, მივარდის ბოიკოტის და რევოლუციის ასპარეზად.
ეხლა მე იკითხავენ რომ რატომ მცირდება საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისადმი მხარდაჭერა. ვერავის ვერასდროს ვერ გამოუვა, არც გამოსულია და ვერც გამოუვა რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან ურთიერთობა და მით უმეტეს მათთან ერთად რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარი იქნება თუ ნებისმიერი 1000-ის უბედურება. 4 ოქტომბრამდე თვეზე ნაკლები რჩება. ოპოზიციის ნაწილისთვის ეს წინასწარ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუციის დღეა. ნაწილისთვის კი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 64 მუნიციპალიტეტში ტარდება. მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გარდა გახარიას პარტია შესაძლოა შევიდეს საქართველოს პარლამენტშიც. ყოველი შემთხვევისთვის დოკუმენტები უკვე გაამზადეს, თუმცა ირწმუნებია, რომ ეს მხოლოდ პროცედურული საკითხია და ისინი კვლავაც რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში. ამასთან ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების ახლა გადახედვას არ აპირებენ, თუმცა რა შეიცვლება 5 ოქტომბრის შემდეგ არ იციან. გახარიას პარტიის ირგვლივ ახალი ვნებათა ხელვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილი პრემიერის გუნდმა შალვა პაპუაშვილს მანდატ შეჩერებულების ადგილმონაცვლეების წერილით მიმართა. 12-დან 8 ადგილმონაცვლე სხვადასხვა საკრებულოს მოქმედი დეპუტატი იყო. მათ უკვე დააწერეს, რომ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა და თავმჯდომარეს თხოვნით მიმართეს, რომ იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციისთვის ეს იმის დასტურია, რომ გიორგი გახარიას პარტია მუდმივად იტყუება. ქართული ოცნებისთვის კი იმის ნიშანი, რომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკური გუნდი ადრე თუ გვიან პარლამენტში შევა. პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილი ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობაზე უარი თქვა. საპარლამენტო ბოიკოტში მყოფები საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს კანონმდებლობით მოქმედებას, ანუ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნებას თხოვენ. ამის მიუხედავად გახარიას პარტიაში ამტკიცებენ, რომ ამჯერად ბოიკოტის ერთგულები რჩებიან. ჩვენი პოლიტიკური გუნდი რჩება პოლიტიკურ ბოიკოტში, შესაბამისად ამ მიმართულებით არაფერი არ იცვლება. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრჯერ გაიარა. გახარიას გუნდი ამტკიცებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტში რჩება, თუმცა რამდენი ხნით ეს დღეს გიორგი შარაშიძეს არ დაუკონკრეტებია. თქვა, რომ ახლა გადაწყვეტილება არ განიხილება, მაგრამ არც ის გამორიცხა, რომ პოზიცია არჩევნების შემდეგ გადაიხედოს. გადაწყვეტილება პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით ჩვენ არ შეგვეცვლია. აი, არ შეგვეცვლია და ამ გადაწყვეტილების გადახედვას ეხლა არც ვაპირებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი ფოკუსი, თავარი ორიენტაცია, ეხლა კონცენტრაცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მაგრამ იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაც დადგება ამ ქვეყანაში 5 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩვენ მე ვთქვი მაშინ, რომ ჩვენ შესაძლოა მივუბრუნდეთ ამ საკითხის განხილვას. ერთადერთი, ვისაც გახარიას გუნდის პრინციპული გადაწყვეტილების ჯერა მათთან კოალიციაში მყოფი ძლიერი საქართველოა. სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებში კი ექს-პრემიერის პარტიამ ნდობა ჯერ კიდევ მაშინ დაკარგა, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მოგვიანებით თანხმობით შეცვალა. საოცრება გაგვიკვირდა, ძალიან კარგად ვიცოდით, ვინც იყო გახარია, დამტკიცდა ეს ყველაფერი, რომ საბოლოო ჯამში თელი ის დაპირებები, ის სიტყვები, ის რაღაცა ბაქიბუქი აღმოჩნდა სრული ტყუილი. არანაირი ბოიკოტის შეწყვეტას ისინი არ აპირებენ. მორჩა და გაჩა. გახარიას გუნდის წევრების მხრიდან შალვა პაპუაშვილისთვის მიწერილი წერილი პარლამენტის ლეგიტიმაციის დასტურია ქართული ოცნებისთვის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ ექს-პრემიერის პარტია ქუჩიდან კვლავ პარლამენტში გადაინაცვლებს, თუმცა ამით პოლიტიკური რეალობა მაინც ვერ შეიცვლება. როგორც ადგილობრივი არჩევნებში ხა მიიღებენ მონაწილეობას, ამის შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ პარლამენტში შემოგზანდებიან გახარიას მიმდევრები და ეხლა მე ბოიკოტს დაარქმევენ და ბოიკოტში რო ხარ ხელფასი მაინც გერიცხება და შესაბამისი ისიც გაქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ ამათი მცდელობა და ტაქტიკა ის არის, რომ მანდატი მოიპოვონ და შემდეგ როცა დაჭირდებათ შემოვლენ, როცა იქნებიან გაბრაზებულები, გარეთ დადგებიან, ასე რომ ეს იწილო ნაცნობია. ამ ადამიანებს აგენტებს ჰქონდათ შეუთავსებელი თანამდებობები, ისინი დატოვეს და მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რომ შემდეგ საპროცედურო საკითხი და კომიტეტს არ ემჯერა მათ უფლებამოსილების შეჩერებაზე. შესაბამისად დაიცვეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ამ ჭრილში ცნეს ისევ და ისევ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია, მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილამდე ერთი კვირით ადრე იყო აღიარება გერმანიიდან. გიორგი გახარიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად თქვა, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო. საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება ეს იყო შეცდომა. ჩვენ ამ შეცდომის გამოსწერების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი.
გამოიყენებს თუ არა დარჩენილ რესურსს გახარიას პარტია. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ ექს-პრემიერის გუნდის ბოიკოტი დროებითია და სასესიო დარბაზში მალე ოპოზიციის სკამები ისევ შეივსება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილი წერილები საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების წინაპირობაა. ერთი მხრივ მათ ასე ვთქვათ, მოაწესრიგეს წინაპირობა, რომ შემოვიდნენ პარლამენტში, მეორე მხრივ მოთელეს გარკვეულწილად სიტუაცია პარლამენტში შემოსვლით, როგორ ქარტეხილს დაატეხავდნენ, არ დაგვაუწყდეს, რომ თავად მათი პარტიის ლიდერის განცხადება და არაერთი განცხადება მათი მხრიდან, რომ პარლამენტში არ შემოსვლა იყო, რა თქმა უნდა, შეცდომა. პოლიტიკურად ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ეს მზადება არის იმისთვის, ეს დოკუმენტბრუნვა არის იმისთვის, რომ მათ ფიზიკურად დაიკავონ პარლამენტის წევრის ადგილი და გამოიყენონ ეს საპარლამენტო რესურსი. არჩევნებისთვის გამოცხადებული ხანმოკლე ბოიკოტის შემდეგ, რამდენ ხანს გაგრძელდება გახარიას გუნდის საპარლამენტო ბოიკოტი, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. საპროტესტო აქცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დღესაც გრძელდება. ფილარმონიასთან შეკერებილმა დემონსტრანტებმა მსვლელობით გადაინაცვლეს მელიქიშვილის გამზირზე და შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დაშალეს. კვლავ ისმოდა ქართული ოცნების წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ შეურაცხყოფელი შეძახილები. აქციის რამდენიმე მონაწილემ კი შენობის მისამართით ბოთლებით ისროლა. კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ამ წუთებშიც მობილიზებულია პოლიცია, იყო სიტყვით გამოსვლებიც, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დემონსტრანტებს მოუწოდა ყოველდღურად შეიკრიბონ თბილისის მერის საარჩევნო შტაბთან და არ მისცენ მას მუშაობის საშუალება. ადგილზე იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფი, ლიკა ალელიშვილი გვეტყვის რა ვითარება ახლა მელიქიშვილის 21 ნომერთან. ვითარება არის უცვლელი თბილისის მერობის კახა კალაძის კანდიდატის შტაბის ოფისთან შეკრებილები არიან აქციის მონაწილეები. მათ როგორც თქვენც მოუყევით მაყურებელს, მოშალეს რკინის ჯებირები, რომელიც განთავსებული იყო მელიქიშვილის გამზირთან შტაბის წინ მდებარე ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ნაწილი იმყოფებიან თავად მელიქიშვილის გამზირზე, სადაც გზა გადაკეტეს, მათი ნაწილი კი შტაბის ოფისის შესასვლელებთან არიან განთავსებულები. პარალელურად მთელი საღამოს განმავლობაში, რაც აქციის მონაწილეები აქ იმყოფებიან, ისმის შეძახილები, სიტყვიერი შეურაცხყოფები, თუმცა ქართული ოცნების ოფისიდან, სადაც ასევე იმყოფებიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, არანაირი პასუხი არ ყოფილა არც ერთ პროვოკაციაზე. აქ ცოტა ხნის წინ ისროლეს რამდენიმე ბოთლი აქციის მონაწილეებმა, ასევე კვერცხები, დააზიანეს ბანერები, რომელსაც შეასხეს გარკვეული სითხე. ამასთან დაკავშირებით, ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. რაც შეეხება არსებულ ვითარებას, როგორც გითხარით, აქციის მონაწილეები რჩებიან ისევ ქართული ოცნების ოფისთან. ამბობენ, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არაპირებენ დაშლას, ისევ გრძელდება შეძახილები ქართული ოცნების წევრების და მხარდამჭერების მისამართით. საუბარია შეურაცხყოფელ შეძახილებზე. ოცნებაშიც გაკეთდა განცხადება ცოტა ხნის წინ, თქვენს რომ მათაც ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იგეგმებოდა აქცია და პროვოკაციები, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აქციის მონაწილეების პროვოკაციებს შეეცდებოდნენ, რომ არ აყოლოდნენ მთელი საღამოს განმავლობაში. ყველანაირად ხელს ვუწყობთ ქართული ოცნება იმას, რომ წინა საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი. და რა თქმა უნდა მოუწოდებთ ოპონენტებსაც ამისთვის. თუმცა ჩვენ ვატყობთ, რომ ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს, აკაცუკებს,
როგორც ვინდა ისე უწოდოთ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. გუშინაც ჩვენ ნახეთ, როგორ მოვიდნენ ისინი შტაბთან, როდესაც აქ მიდიოდა მუშაობა, მოქალაქეების მიღება, ჩვენი მხარდაჭერების მიღება, ჩვეულებრივი წინასაარჩევნო სამუშაო და როგორ გვიშლიდნენ ისინი ხელს, ხომ? რა შეძახილები იყო გარედან, რაღაცა ნივთებს ესროდნენ ჩვენ შენობას და ასე შემდეგ. ეს არის პირდაპირ უხეში დარღვევა წინასაარჩევნო კამპანიის. დილიდან თათბირი იყო ჩატარებული შტაბში, რა თქმა უნდა, ყველას მოუწოდეთ, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს პროვოკაცია მხოლოდ მათწის ხვილზე ასხავს წყალს, ჩვენი რადიკალი ოპოზიციონერების, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ქართველები ვართ და ხა ტემპერამენტიანი ხალხი ვართ, ღირსება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა რაღაცა საზღვარი და ზღვარი არსებობს, მაგრამ მაინც ყველას მინდა ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ. საპროტესტო აქცია ქართული ოცნების თბილისის საარჩევნო შტაბთან, მთავარ შტაბთან ისევ გრძელდება, ისმის ისევ შეძახილები, თუმცა ოფისში მყოფი ქართული ოცნების წევრები პროვოკაციას აკეთებენ, არ რეაგირებენ ამ შეძახილებზე, შეურაცხყოფილ შეძახილებზე, ისევ გრძელდება, როგორც გითხა ერთ აქცია და აქციის მონაწილეები რჩებიან კვლავ ტელევიზორზე. მადლობა ლიკა ალელიშვილი გვერდებოდა მელიქიშვილის გამზირიდან ამ პირდაპირ ეთერში. კალათის შტაბის პარალიზების მცდელობა მელიქიშვილზე გუშინ დაიწყო, რასაც ქართული ოცნება წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. სიტყვიერი შეურაცხყოფა გუშინ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა დღეს ერთ-ერთმა აქტივისტმა ახალგაზრდული კავშირის კულტურ კამპის დამფუძნებელმა კურიერთან საუბარში დაადასტურა, რომ მან კახაკალაძის შტაბის წევრებს შეაგინა. გიორგი ყურულაშვილი ამბობს, რომ მისი აგრესია ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ აქტივისტების ცემამ გამოიწვია. ოცნების შტაბის წევრები კი აცხადებენ, რომ შეურაცხყოფის მიყენება პირველებმა დემონსტრანტებმა დაიწყეს. გუშინ მელიქიშვილზე იმდენად დაიძაბა, რომ პოლიცია იძულებული გახდა შუაში ჩამდგარიყო. ოპოზიციისთვის ოპონენტების გინება და შეურაცხყოფა სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, თუმცა საპასუხო რეაქციები მათთვის უკვე მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ პროტესტის მასშტაბი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ქართული ოცნება კი აცხადებს, რომ რადიკალიზმი უცხოელი აქტორებისგანაა წახალისებული, რაც საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევაა. ვითარება მელიქიშვილის 21-თან დღის მეორე ნახევარში დაიძაბა აქციის მონაწილეებსა და კახაკალაძის შტაბის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა კახაკალაძის შტაბის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ აქტივისტებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის სამართალდამცველები ჩადგნენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც კახაკალაძის შტაბის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ახალგაზრდული კავშირის კულტურ კამპის დამფუძნებელი გიორგი ყურულაშვილია. ის კურიერთან ადასტურებს, რომ გუშინ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არაერთხელ შეაგინა. ყურულაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციებში პირველივე დღიდან მონაწილეობს, იმასაც აღიარებს, რომ გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული ჯარიმებიც აქვს მიღებული, ჯამში 26. შევაგინე კი ბატონო იქ შტაბის მიმართულებით. ვიგინე იმათ მიმართულებით, აი პირუტყვები ვინც იყვნენ, ეგ შეგინება მოყვა იმ ფაქტს, როდესაც თქვენ კოლეგებს დაესხნეთ თავს და სხვა ახალგაზრდებს კიდევ იქ. თქვენ ჯარიმებიც გაქვთ ამ განმავლობაში? და რა სახის ჯარიმა ეს? გადაკეთვაზე. შეურაცხყოფები ჩემო კოლეგა, ბაში. არ არის ბაში. ბაში. მანდა ეს ფაქტი კი კახაკალაძის შტაბთან დაპირისპირების შემდეგ მოხდა. არჩილ გორდულაძესთან პრეტენზიებით მისულმა ჟურნალისტმა ტერიტორია თავად. მას შემდეგ დატოვა, რაც დეპუტატმა მოსთხოვა ეჩვენებინა. გააშუქა თუ არა აქციის მონაწილეების გინების თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ფაქტები. რითი დაიწყო? რატო არ უყავთ? სად გაგიხართ? კაცო, მორძანით, რატო გაგიხართ? მორძანით. რატო სიმართლის გეშინია? სიმართლის თუ გეშინიათ მოვიძანდი. უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ ჩვენს თანამშრომლებს და თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ღირსება. ცდებიან ყველანაირ ზღვარს ადამიანები და ვინც არიან გარეთ ტიტუშკები 50-60 ადამიანი. აქციის მონაწილეების ქმედებები წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა თავად კახაკალაძისთვის. დედაქალაქის მერობის კანდიდატი, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ პროვოკაციაზე მის შტაბს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ახლა საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებას ელოდება. ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც სხვათა შორის პირველი შემთხვევა არ არის. იმედი მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი
დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღმაშენებელთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია უბრალოდ იმყოფებოდეს საარჩევნო კამპანიაში და რამოდენიმე მოძალადე ადამიანი დაჯგუფება გივარდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში. კახა კალაძის შტაბის წევრების გინებას და შეურაცხყოფას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს ოპოზიცია. უფრო მეტიც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი პროტესტი მომავალში უფრო მასშტაბურიც უნდა იყოს. საზოგადოებამ შინაგანი ძალა უნდა გამონახოს, რომ მოხდეს მობილიზაცია, რომც გაკრიტიკებდნენ თუ განძღავდნენ, შენ არა გაქვს უფლება, მიხვიდე ადამიანს თავში ჩაარტყა, ხელკეტი და ფიზიკურად გაუსწორდა. იმისთვის რომ მათ თავისუფალი და განსხვავებული აზრი გამოხატეს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, ამის გამო ჩვენ ხედავდით ქართული ოცნების ნამდვილ სახეს. ელქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირება სახელისუფლებო გუნდისთვის არჩევნებში გარეჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო შექმნა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულ ამ პროვოკაციაზე განმარტებები ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებმა უნდა გააკეთონ. თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარეჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო შექმნა. ამ პროცესში ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა ჩართული ჰყავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ნეტგაზეთი, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე. მიკერძოებული პარტიული ყვითელი ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ მოძალადე მედია ის ახალი ფენომენია, რომელიც რუანდის 1000 ბორცვის რადიოს მაგალითზე უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია. ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება იმ ფაშისტების და ნაცტიტუშკების მეშვეობით, როდესაც უკვე შენ ღირსებას ეხებიან და ისეთი სიტყვებით ილანძღებიან, ძალიან რთულია ამ ხალხის გაკონტროლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. დღეს კი ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე საგამოძიებო უწყებამ საქმე აღძრა წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის მუხლითაც. ამასობაში კახა კალაძემ თბილისში კიდევ ერთი რეაბილიტირებული მონაკვეთი გახსნა. მოძრაობა ვაკიდან ბაგების მიმართულებით სრულიად აღდგა. დღეიდან მოქალაქეებს ქაქუცა, ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ. სულ რეაბილიტირებულია 13000 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც ახალი გზის საფარის გარდა სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა ენერგოეფექტური სანათები, 40-მდე მიწისქვეშა ურნა და ჭკვიანი შუქნიშნები. თბილისის მნიშვნელოვანი საგზაო კვანძის რეაბილიტაცია ბიუჯეტს 24 მილიონი ლარი დაუჯდა. 13000 კვადრატული მეტრის ორი საავტომობილო გზა, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულებულია. ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ ვაკის რაიონში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. ძღოლებისთვის ახალი გზა დღეს 12 საათზე გაიხსნა. რაც კარგი გაკეთება მივესალმებით. გადატვირთულია ქალაქი და რაც კარგს მოიფიქრებენ და გააკეთებენ. გაკეთდა თავარია და გამოსულდა ყველაფერი. შვენიერი დაგებულია, კარგია გზა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა კომუნიკაციები. მიწისქვეშ დამონტაჟდა ნარჩენების 40-ზე მეტი ურნა. მოეწყო კუნძულები და დაიხაზა ზებრა გადასასვლელები. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ განახლებული ორი ქუჩა, მაღლივის ხიდი და ახალი გვირაბი უნივერსიტეტის ქუჩაზე ვაკის რაიონში საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. იყო უმძიმესი მდგომარეობა არსებულ ქუჩებზე და პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლება, მოწესრიგება. ჩვენ ამაზე არ ვამთავრებთ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, ქალაქის აღმშენებლობას, ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი. გრძელვადიან მშვიდობას მოაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მოხდეს ქალაქების განვითარება. ქალაქების აღმშენებლობა. მოხდა დაახლოებით 40-მდე ერთეული ახალი მიწისქვეშა ურნების განთავსება, ასევე ახალი გარეგანათების ბოძების მოწყობა, დაახლოებით 2000 კვადრატზე მოეწყო გამწვანებული სივრცე, როგორც ბატონმა კახიმ აღნიშნა, ახალი ჭკვიანი შუქნიშნებით აღიჭურვა მთლიანად ეს ობიექტი. წლების განმავლობაში 2 კილომეტრიან საავტომობილო მონაკვეთზე არ არსებობდა ინფრასტრუქტურა ქვეითებისთვის. რეაბილიტაციის პროცესში გაჩნდა ტროტუარები, დაიგო ასფალტის ახალი საფარი. საავტომობილო მოძრაობას ჩოლოყაშვილის და
ერეთლის ქუჩებზე ეგრეთ წოდებული ჭკვიანი შუქნიშნები დაარეგულირებს. გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდა 2000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე. სამუშაოები ჩატარდა ვაკის პარკიდან ეგრეთ წოდებული გაგების კუნძულებამდე მონაკვეთში. გამოიცვალა გაზმომარაგების, წყალსადენის, წყალარინების, სანიაღვრე სისტემები, ასევე ახალი განათების სისტემა მოეწყო და საჰაერო სადენები, ყველანაირი საჰაერო სადენები ჩავიდა მიწის ქვეშ. გვაქვს რამდენიმე სიახლე, 3 მიმართულება ახალი, ეს არის კუსტბისდან ბაგების მიმართულებით შეხვევა, ვაკის აუზთან მარცხნივ მოხვევა და ასევე ბაგებიდან წისქვილის რესტორან წისქვილის მიმართულებით მარცხნივ შეხვევა. აღნიშნული შესახვევები, რომლებიც აღნიშნე საკმაოდ დიდი ხნის მოთხოვნა იყო მოსახლეობისგან. გამზირზე რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული როგორც დახაზვითი სამუშაოები, ასევე თანამედროვე ტიპის LED განათება, გაცილებით უსაფრთხო და კომფორტულ სიხდის გადაადგილებას ავტომობილებისთვის, ხოლო მიწისქვეშა ნაკადმებები კონტეინერების გაცვლა ხდება მხოლოდ 24 საათში ერთხელ, რაც თავისთავად ნაგამზიდების სასწავლებლებში მონაწილეობას აფერხებს. განახლებული ქუჩები უკვე რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის, გამზირს და წყნეთის გზატკეცილს უერთდება. პროექტის ღირებულებამ 24 მილიონი ლარი შეადგინა. საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ტურისტული პოტენციალის ათვისება და სამუშაო ადგილების შექმნა. ეს პროგრამა მინიმუმი არის განხორციელებასაც ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გიორგი გაზდელიანი ლენტეხში გეგმავს. ამბიციური გეგმები აქვს ცაგერის მერობის კანდიდატსაც, რომელიც მთავარ გამოწვევად მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მიგრაციას ასახელებს და კონკრეტულ გეგმაზეც მუშაობა განაგრძო. ოცნების კიდევ ერთი მერობის კანდიდატი ამჯერად ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძეა, მისთვის მთავარი პრიორიტეტი სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებაა. თავს არ დავზოგავთ და შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებ. ლენტეხის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ამჯერად მერობის თანამდებობისთვის იბრძოლებს. გიორგი გაზდელიანმა მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჩვენი ძირითადი გამოწვევა იქნება ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და სოციალური მიმართულება. გვაქვს გეგმა, რომ ლენტეხში ხელი შეუწყოთ სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მცხოვრები მოქალაქეების დასაქმებას, ამით ჩვენ შევაჩერებთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებს. მუნიციპალიტეტში უკვე მოწყობილია საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, განხორციელდა სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია. მოსახლეობას სხვადასხვა სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობს. გიორგი გაზდელიანმა სოფელ ცანაში სამთო ბანაკის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ცანაში ადგილ ყორულდაში ეწყობა სამთო ბანაკი, წლის ბოლომდე დასრულდება. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში. 60 სოფელში ფაქტობრივად საავტომობილო გზის ნაწილი 70% მოწესრიგებულია. 50 სოფელში სასმელი წყლის სისტემა ფაქტობრივად მოწესრიგებულია. ცაგერში კი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე უკვე მერობის კანდიდატის სტატუსით მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ჭაბუკა ჭაბუკიანი ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს. ერთ-ერთ პრობლემად რეგიონიდან ახალგაზრდების მიგრაციას ასახელებს და ამ გამოწვევის დაძლევას გეგმავს. ახალგაზრდების მიგრაციას განიცდის ლეჩხუმი და ადგილობრივი მოსახლეობის უკან დაბრუნება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და გამოწვევა. გავაგრძელებთ მეტი ტურისტული ლოკაციების შექმნას იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ცაგერი უნდა გახდეს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ცაგერში ახლად რეაბილიტირებული სკოლა მოსწავლების მისაღებად უკვე მზადაა. სპორტული მოედნების გარდა ლეჩხუმში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა, კეთილმოწყობა. 25 სოფელში გზა დაგებულია. განახლდა საერთმისვეტები და ის ლოკაცია უკვე ემსახურება ვიზიტორებს. საგანმანათლებლო სივრცით მიმდინარეობს და დასრულების ფაზაში არის ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის შენობა. ასევე აშენდა ახალი საბავშვო ბაღი 30 მოზარდზე გათვლილი. აჭარაში 6-ვე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები არჩევნებისთვის ემზადებიან. ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის მოქმედი მერია და 4 წლის განმავლობაში არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ. ეს ნიშნავს სოციალური კორპუსების მშენებლობას ეკომიგრანტი ოჯახებისთვის. ეს ნიშნავს საბავშვო ბაღების მშენებლობას, ასევე დაწყებითი სკოლების რეაბილიტაცია ახლიდან აშენება. ეს ნიშნავს მოწესრიგებულ გზებს, ეს ნიშნავს გარეგანათების მოწყობებს მაჭახლის ხეობაში, სადაც კაშჩახმახიანი თოფი იჭედებოდა, მიმდინარეობს ეთნოსოფლის მშენებლობა, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბათუმთან უახლოეს მწვანე სოფელ მირვეთს.
ზაზა დიასამიძე მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში დაწყებული პროექტების დასრულებას გეგმას. მთავარ გამოწვევად რჩება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სრულად წყალმომარაგება. მოქმედი მერი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოციალურ საკითხებთან ერთად საგანმანათლებლო პროგრამებს ასახელებს. მაირჩება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამოწვევები, როგორიც არის წყალმომარაგების ნაწილში, მიუხედავად იმისა, ათასობით ოჯახის წყლის პრობლემა მოგვარდა, მაირჩება ეს გამოწვევები, გავაგრძელებთ გზების, ბაღების და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობას პრიორიტეტს წარმოადგენს, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ახალგაზრდული მიმართულებით სხვადასხვა პროექტების და პროგრამების განხორციელება. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქართული ოცნების მერობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი დავალება ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს კანონში ცვლილებები მზადდება, რომლითაც სახელმწიფო ქონების პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზების ან გაცვლის შემთხვევაში მკვეთრი კრიტერიუმები განისაზღვრება. ამიერიდან კანონი დაადგენს კონკრეტულ წინაპირობებს, რა შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო ქონების პირდაპირ გზით პრივატიზება. სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირ მიყიდვის გვერდით ეფექტებზე პირველად ირაკლი კობახიძემ ივნისში პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პრაქტიკა კორუფციის რისკებს შეიცავდა. პრაქტიკა მაჩვენა, რომ აუცილებელია ამ წინაპირობების დადგენა, თუ რა შემთხვევებში უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ საგამონაკლისო ნორმები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და ნივთის პრივატიზება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წინაპირობებით განხორციელდება. ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში შედის. კანონში იქნება დეტალურად, ასე ვთქვათ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მოწესრიგებული სახელმწიფო ქონების პირდაპირ მიყიდვის დროს შესაბამისი წინაპირობები და ასევე სახელმწიფო ქონების გაცვლის დროს შესაბამისი წინაპირობები. დაკონკრეტდება რა შემთხვევებში და რა წინაპირობების არსებობისას იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ქონების პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზება და ასევე გაცვლა. მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი ის წინაპირობები, თუ რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა ან პირდაპირ მიყიდვის ფორმით გასხვისება. აქამდე სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე განკარგვის პირობებს ინდივიდუალურად ადგენდა. ახლა კი არსებული პრაქტიკა შეიცვლება და კანონის დამტკიცების შემდეგ ნორმატიული აქტით დარეგულირდება. დაკონკრეტდება, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება ან გაცვლა. ბიზნესისთვის მთავარია ცხადე. როდა სამართლიანობა და გამჭვირვალობა. ბიზნესი, როდესაც ბიზნესს აქვს წინასწარ იცის რა კრიტერიუმით ხდება მიწის პირდაპირ მიყიდვა, ან იჯარით გაცემა, შესაბამისად მას უჩნდება შესაძლებლობა თავის ბიზნეს ოპერაციები იმ მიმართულებით გადააწყობს, რა მიმართულებას სავარაუდოდ მთავრობა განსაზღვრავს. ექსპერტების განმარტებით იმ წინაპირობების განსაზღვრა თუ რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს მთავრობამ საგამონაკლისო ნორმები ხელშეუწყობს ქვეყნის შიდა რესურსების პოტენციალის და ბიზნეს სექტორის გრძელვადიანი პერსპექტივის უკეთ განსაზღვრას. ჩვენი ამოცანა არის, რომ შევძლოთ მეტი პროგნოზირებადი გავხადოთ ქვეყნის შიდა რესურსების პოტენციალის შეფასება, მისი გამოყენება, სწრაფი კონვერტაცია, ქონების განკარგვა, განკერძოება, პრივატიზაცია და ამით გრძელვადიანი პერსპექტივა მივცეთ ბიზნესის განვითარებას. კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრაქტიკა უარი ითქვას პირდაპირ ფორმით ქონების პრივატიზებაზე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში უკვე არსებობს. ახლა კი მთავრობის მეთაურის განმარტებით, არსებული პრაქტიკის კანონმდებლობაში ასახვა მოხდება. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირ ფორმით ქონების პრივატიზებაზე და გვინდა რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ კანონის დონეზეც, კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს. ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო ორგანოში განეხილება. კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის ვადაში კი ეკონომიკის სამინისტრო იმ კრიტერიუმებს წარადგენს, რომლითაც სახელმწიფო ქონების პირდაპირ მიყიდვისა და გაცვლის პირობები განისაზღვრება. საფრანგეთში მორიგის სამთავრობო კრიზისია პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმართა, რასაც გუშინ წინ უძღოდა ფრანსუა ბაიროსთვის ეროვნული ასამბლეის მიერ უნდობლობის გამოცხადება. პოსტის დროებით ახალი პრემიერის არჩევამდე შეინარჩუნებს, თუმცა ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას რთული საკითხი ემანუელ მაკრონს გაუჭირდება ეროვნულ ასამბლეას პრემიერობის ახალი კანდიდატი თანამდებობაზე და ამტკიცებინოს, რადგან მის პარტიას საკანონმდებლო ორგანოში არ ყავს უმრავლესობა. მეტიც მემარჯვენეები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, მემარცხენეები კი თავად
პრეზიდენტის გადადგომას. თუ მაკრონი ვერ შეძლებს ახალი სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებას, საფრანგეთი ბორიგი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაშე დადგება. ქვეყნის ქალაქებში უკვე დაიგეგმა მასშტაბური დემონსტრაციები. პრემიერის გადაყენებას მხარი გუშინ 364 კანონმდებელმა დაუჭირა. ნეპალი ჯენზის პროტესტი ქვეყანაში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვა. საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური სელების აკრძალვის ინიციატივა გახდა. გადაწყვეტილების გაუქმების მიუხედავად ქვეყანაში არეულობა არ ცხრება. ძალოვანებს და მოქალაქეებს შორის შეტაკებებს უკვე 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 300-ზე მეტი. პროტესტის მონაწილეებმა გადაწვეს პრემიერის რეზიდენცია, სავარაუდოდ დაპირისპირებას ემსხვერპლა პრემიერ-მინისტრის მეუღლეც. დარბეული და დამწვარია სამთავრობო ადმინისტრაციული შენობები, პარლამენტი და ტელემაუწყებლობის შენობა. თანამდებობიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ მაღალჩინოსნები, მათ შორის შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრი, რომელსაც ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის თავის შველას გაქცევით ცდილობდა, ჩავიდა მდინარეში, თუმცა მას აედევდნენ და დამალვის საშუალება არ მისცეს. დოჰაში კი დღეს რამდენიმე მასშტაბური აფეთქება მოხდა კატარის დედაქალაქში. ზუსტი წერტილოვანი დარტყმებით ოპერაცია ისრაელმა ტერორისტული ორგანიზაციის ჰამასის წინააღმდეგ ჩაატარა. სამიზნე ჰამასის მაღალი რანგის ლიდერები, მათ შორის ღაზას სექტორის ხელმძღვანელი ხალილ ალ-ჰაისი იყო, სახალხში ინფორმაციას აადასტურებენ. წლების განმავლობაში ჰამასის ეს ლიდერები ხელმძღვანელობდნენ ტერორისტული ორგანიზაციის ოპერაციებს და პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი. 7 ოქტომბრის სასტიკ ხოცვა-შლეტაზე ორგანიზებას უწევდნენ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომსწერია. ისრაელის არმიის განცხადებაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით ქვეყანამ ოპერაცია სრულიად დამოუკიდებლად ჩაატარა. დარტყმებს უკვე გამოეხმაურა კატარის საგარეო საქმე და სამინისტრო დიპლომატიურმა უწყებამ. ჰამასის ხელმძღვანელობაზე თავდასხმა დაგმო და განმარტა, რომ აფეთქებულ საცხოვრებელ შენობაში ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტიკური ბიუროს რამდენიმე წევრი ცხოვრობდა. დაკვლავ საქართველოს საკითხი, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენებას ეხება. სახელმწიფომ ამ მიმართულებით დასარეგულირებლად უკვე დაიწყო კონკრეტული ღონისძიების გატარება. იკრძალა ფსიქოტროპული საშუალების იმპორტი და ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება კერძო სუბიექტების მიერ. კიდევ ერთი სიახლე შესაბამისი ობიექტების დასახლებული პუნქტებიდან დისტანცირებაა. ჯანდაცვის უწყებამ უკვე დაიწყო კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარები თითქმის ერთი თვია მკურნალობას სახელმწიფო დაწესებულებებში გადიან. 15 აგვისტოს ამოქმედებულმა რეფორმამ შედეგი უკვე გამოიღო. გაზრდილია იმ ბენეფიციარების რიცხვი, რომლებსაც ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი აქვთ. დადებით დინამიკაზე უკვე ნარკოლოგებიც საუბრობენ. დაიზარდა ჩვენი პაციენტების რიცხვი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი პაციენტისთვის, რომ მას საფასურის გადახდა არ უწევს მომსახურების მიღებაში, რაც დადებითად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. მოტივირებული პაციენტიც არის ამ შემთხვევაში, რომ გავიდეს პროგრამიდან და დაუბრუნდეს ფხიზელი ცხოვრების რიტმს და მე რა თქმა უნდა ჩვენ ყველანაირად ჩაუწყობთ ამაში ხელს. ახალი რეგულაციების ამოქმედება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც მედიკამენტის გაცემისას ხარვეზები გამოიკვეთა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს კერძო დაწესებულებებში საჭიროზე მეტ დოზას აძლევდნენ, რაც ნარკოდანაშაულის ფაქტებს ზრდიდა. ის ნაკლოვანებები, რომელიც აი ამ რეფორმის განხორციელების პირველივე სტადიაზე ძალიან სააშკარაოზე გამოვიდა, ყველა ეს ნაკლოვანება ყოფილიყო საერთოდ აღმოფხრილი. ნარკოტიკის გავრცელების რისკების შემცირება და ნარკოდამოკიდებული პირების ეფექტური მკურნალობა ისის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც მთავრობამ ახალი რეფორმა ამოქმედა. მომდევნო ფაზები და მომდევნო ეტაპები მიმდინარე რეფორმისა წინ გვაქვს. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება ჩვენი გეგმები ამ მიმართულებით, თუმცა იმავდროულად ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმები, დაყრდნობით მათ შორის საერთაშორისო გამოცდილებაზე. ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიან სერიოზული გარდამტეხი, ასე ვთქვათ, ცვლილებები შევთავაზოთ საზოგადოებას. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა პრემიერ-მინისტრის დავალებით ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში ამოქმედდა. მთავრობის ინიციატივა, რომ დაწესებულებები კერძოდან სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადასულიყო წამლის გაცემის კონტროლს გაამკაცრებს. შემცირდება მომხმარებლების წვდომა ნარკოტიკზე. აიკრძალა თავიდან ბოლომდე ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ და ასევე აიკრძალა ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიწოდება კერძო სუბიექტების მიერ. ჩვენ გვქონდა ჯობი მასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულებით შესაბამისი პრივილეგია კერძო კომპანიების მიერ გამოიყენებოდა
სავარაუდოდ არაკეთილ სინდისიერად და ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ამის ერთგვარი დასტურია. პრაქტიკულად კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით ბენეფიციარები მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში სარგებლობენ. სვანეთში 5 წლის წინ დაწყებული კინოხელოვნების ისტორია გრძელდება. მესტია კიდევ ერთხელ მოექცა 5 დღით მსოფლიო კინოინდუსტრიის ყურადღების ცენტრში. უკვე 2 დღეა საერთაშორისო კინოფესტივალი დალი ახალგაზრდა და გამოსულ რეჟისორებს მასპინძლობს. ჟიურის წინაშე კი რთული ამოცანა იდგა. 20 შემოსული სრული და მოკლემეტრაჟიანი კინოსურათიდან ჟიური მხოლოდ 8-ში არჩია, მათგან საუკეთესო კი 12 სექტემბერს დასახელდება. ელდარ შენგელაიას დაუვიწყარმა კინომოთხრობამ თეთრი ქარავანი, რომელიც კანის კინოფესტივალმა მსოფლიო კლასიკად აღიარა, სვანეთში რიგით მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალი გახსნა. მოწვეული ჟიური, უცხოელი რეჟისორები და კინოინდუსტრიის არაერთი წარმომადგენელი. მესტიის მთებში თავმოყრილ კინოხელოვანებს შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე ქართული და უცხოური ფილმები იხილონ. მნიშვნელოვანი არის კინემატოგრაფისტებისთვის მოგეხსენებათ, რომ სვანეთის ფესტივალზე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები ჩამოყავს. წელსაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი სტუმრები ყავს. ფესტივალის წლევანდელი გამოშვება ეძღვნება ბატონ ელდარ შენგელაიას და ამიტომ მისი ფილმით გაიხსნა ფესტივალი და რა თქმა უნდა, ელდარ შენგელაის ფილმით დაიხურება ფესტივალი ცისფერი მთები. 5 დღის განმავლობაში მასტერკლასებს ცნობილი კინოფესტივალების პროგრამერები და სეილ აგენტები ჩაატარებენ. ღონისძიების დროს სეტის მოედანზე გარეჩვენებები მოეწყობა. წარმოდგენილი იქნება საბავშვო ანიმაციური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. ამ კინოფესტივალის დამფუძნებელი პირველად 7 წლის წინ გავიცანი. მან მაშინ პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ მოწვეული ვარ. მე ძალიან მიყვარს საქართველო. მიყვარს ეს ლამაზი და მშვიდობიანი მიწა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩინეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი კინოპროექტების განხორციელებას შევძლებთ. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. სვანეთის კინოფესტივალი ნამდვილად უნიკალურია და კინოინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა. მიხარია, რომ ამ კინომოვლენის მონაწილე ვარ. სამ სხვადასხვა საუკუნეში განვითარებული სამი ისტორია, რომელიც ერთი მისტიკური ნახატის ირგვლივ ვითარდება. სამი სახლი მაყურებელი ფესტივალის ფარგლებში ზაზა ურუშაძის ნამუშევარს იხილავს. ფესტივალზე წარმოდგენილია გიორგი ოვაშვილის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით ეს შენი სახლია. 15 წუთიანი ნამუშევარი ყურადღებას გარემოს დაბინძურებაზე ამახვილებს. კინოფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რეგიონისთვის, იმიტომ რომ კულტურული ივენთები რაც შეიძლება მეტი უნდა ტარდებოდეს რეგიონში. მოსახლეობას გელოდებით, ყოველ საღამოს იქნება ძალიან საინტერესო ფილმები და გელოდებით სეტის მოედანზე. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფესტივალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული კინოს განვითარებისა და მხარდაჭერისთვის, სადაც კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო პროფესიონალების წინაშე წარადგინონ. ასეთი იყო დღევანდელი დღე 9 სექტემბერი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერში შეფების ლიგის ახალი სეზონი განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამ თვალსაჩინო მუშაობას ხვამამდე გემშვიდობით ნახვამდის.